სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომლებიც COVID პანდემიის დროს იქნა ჩაწერილი 2020 წლის 3 მაისს. ჩვენ დავიწყეთ უკვე 74 ნაწილს, სადღაც შუაში ვართ და უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან კაი კითხვები. ახლა მე ხვდები, რომ პატარა დროში რატომ მოხდა ამდენი კითხვა-პასუხების ჩაწერა და 80-მდე ავიდა ჯონ მაკარტური თითქმის 2 წლის უკან სანამ დაავადდებოდა და სანამ ავად გახდებოდა. მე მგონი COVID-იც გადაიტანა და მანგან გართულებები წარმოშვა გულის არეში და აი ეს კითხვა-პასუხები ძალიან ნაყოფიერი იყო, იმიტომ რომ სოფლიოდან მოდის კითხვა-პასუხები, ეს არ არის აუდიტორიიდან, მხოლოდ მისი აუდიტორიიდან და იქ გამორჩეულია კარგი კითხვები. და ესეც ერთ-ერთი გამორჩეული კითხვა, რომელიც ძალიან ყურადსაღებია და მე მიყვარს ესეთი კითხვები, რომლებიც ჩემთვისაც რწმენის მომცემია და უფრო დასაფიქრებელი. და ეს ეხება კონკრეტულად შემდეგს. რა კავშირშია ქრისტეს უღელი ქრისტეს ჯვართან? გახსოვთ, როდესაც ქრისტე ლაპარაკობს და ეს ქრისისგან მოდის კითხვა. როგორ შეათავსებდით მათეს სახარების მე-11 თავის 28-30 მუხლებს, სადაც იესო ამბობს, ჩემი უღელი მსუბუქია და ჩემი ტვირთი მსუბუქი. ლუკას მე-9 თავის 23-ში, სადაც ნათქვამია ყოველდღიურად ატარეთ თქვენი ჯვარი. ყოველთვის უნდა ველოდოთ, რომ ქრისტიანული ცხოვრება რთული იქნება, თუ მისი ტარება უფრო ადვილია ქრისტესთან ჩვენი რწმენის გამო. ძალიან კაი კითხვა არის, ხო? და ამაზე მე როცა მოვიძიე თავფურცელი რომ გამეკეთებინა, შეხოთაშორის Facebook-ზე რატომღაც აღარ მაკეთებინეს თავფურცელს ეთყობა, რა ვიცი რომ შემომთავაზეს რაღაცეები, სხვადასხვანაირი ვიდეოა ჩემი და გზუდამე ყველანაირად ხო რომ არა გაქვს დაყენებული და უშუალოდ ფულის გადახდა, ყველაფერს გთხოვენ რა მოკლედ რა და ძალიან ისე არის, ამიტომ ესეთი უფრო ცარიელია ხოლმე Facebook-ს. დღეს ნახავ თუ გამოიცვალა, შეიძლება შეიცვალოსო. ძალიან ის არის, ხო იცით ეს YouTube-ზე იდება ხოლმე და როცა ვეძებდი, ძალიან კარგი ის იყო და ამაზე უფიქრიათ კიდევაც ბევრი და გაკეთებული იყო ჯვარი და უღელი ერთად. და შეგიძლიათ თქვენ ნახოთ კიდევაც მე. მოდით წავიკითხოთ ჯერ ეს ადგილები ზუსტად, მარტო პერაფრაზირებით რო არ მოვისმინოთ და მე მოვსვენოთ ბატონ ჯონს მის კომენტარებს. ესე იგი, მათეს სახარება მე-11 თავი 22 მუხლიდან. მოდით ჩემთან ყოველნო მაშრალნო და ტვირთმწიმენო და მე მოგასვენებ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით თამდაბალი ვარ და პოვებ თქვენი სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი სასიამოვნოა და ჩემი ტვირთი მსუბუქი. ნახეთ, აი სასიამოვნოა ქალბატონს, ესე იგი, სიამოვნებით არის ქრისტეს უღელს რო შეუდგები და ლუკას სახარება მე-9. აქ უკვე უფრო კიდე 23 მუხლიდან ვიტყვი. ყველას გასაგონოთ კითხვა, თუ ვინმეს უნდა გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, ყოველდღე აიღოს თავის ჯვარი და გამომყვეს. ვინაიდან ვისაც სურს თავის სული იხსნას, იგი დაღუპავს მას, ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს თავის სულს, იგი იხსნის მას. რადგან რასარგებელია ადამიანისათვის, თუ მთელ წუთი სოფლ შეიძეს, თავის თავს კი დაღუპავს ან ავნებს. ვინაიდან ვისაც ჩემი და ჩემი სიტყვების რცხვენია, კაცის ძესაც შეცხოვა მისი, როცა მოვა თავისი მამისა და წმინდა ანგელოზების დიდებთ. ეს საზეპირო ადგილია, მე მგონი ბიბლიაში ბევრია საზეპირო ადგილები და ეს ერთ-ერთია, ხო? რადგან რასარგებელია ადამიანისა, თუ მთელ წუთი სოფლ შეიძეს, თავის თავს კი დაღუპავს ან ავნებს. და ჯონ მაკარტური პასუხობს, მართლაც კარგი კითხვა აქრის, მადლობა ამ კითხვისათვის, რადგან თქვენ ორი წმინდა წერილის შესანიშნავი ადგილი შეადარეთ ერთმანეთს. მე ასე ვიტყოდი, ქრისტიანული ცხოვრება რთულია, რადგან ძნელია საკუთარი თავის ნების დათმობა, ძნელია საკუთარი ოცნებების, ამბიციებისა და სურვილების დათმობა. სწორედ ეს თქვა ჩვენმა უფალმა ლუკას 23 თავში. თუ ვინმე სურს მომყვეს უარყოს თავის თავი, ეს არის რთული ნაწილი. აიღოს თქვენი თავისი ჯვარი და გამომყვეს. ხედავთ, ეს რთულია, იმიტომ რომ ჩვენ ცოდვილები ვართ. და მიუხედავად იმისა, რომ ხელახლა აღვდექით, მიუხედავად იმისა, რომ სული წმინდა ჩვენში ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ქმნილებები ვართ, ჩვენ მაინც პატიმრები და გამოუსყიდავი ვართ ადამიანური ხორციდან. და ეს დიდი ბრძოლაა. როგორც პავლემ თქვა, გახსოვთ რომაელთა მიმართ წერილში, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც არ გვინდა, ჩვენ არ ვაკეთებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ. საწყალი კაცი ვარ. ვინ მიხსნის ამ სიკვდილის სხეულიდან ამბობს პავლე. ეხლა მე წავიკითხავ, ეს პერაფრაზირება იყო ჯონის, მე წავიკითხავ მთლიანად ამ თავს. რა ვიცი, ეს არის ამბობენ კულმინაცია, ჯომოლუნგმა, ანუ ევერესტი ბიბლიისა. აი ეს ადგილი მე-7 თავები, ხო? რომაელთა წერილი საერთოდ და რომაელთა წერილის მე-7 თავები.
ანა განაარიცი ძმებო, რადგან რჯულის მცოდნებს ველაპარაკები, რომ რჯული ბატონობს ადამიანზე, ვიდრე ის ცოცხალია, რადგან ქმრიანი დედაკაცი რჯულით არის შეკრული ცოცხალ ქმართან, ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია ქმრის რჯულისაგან. ამიტომ თუ ქმრის სიცოცხლეში სხვა კაცის გახდება, ბრუში ეწოდება, ხოლო თუ ქმარი მოკვდება, რჯულისაგან თავისუფალია და სხვა ქმრისგან გახდომა ბრუშობად არ ჩაეთვლება. ასევე თქვენც ძმებო, რჯულისათვის დაიხოცენით ქრისტეს სხეულის მეშვეობით, რომ სხვისი მკვდრეთით აღმდგრის კუთვნილება გახდეთ, რათა ნაყოფი მოუტანოთ ღმერთს, ანუ იესოსი, ხო? ვინ აღდგა მკვდრეთით? იესო. მეხუთე მუხლი, ვინაიდან როცა ხორცში ვიყავით, რჯულის მეშვეობით ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, რომ სიკვდილის ნაყოფი მოგვეტანა. ახლა კი მკვდრები რჯულისათვის, რომლითაც შეკრული ვიყავით, გავთავისუფლით რჯულისაგან, რათა ვემსახუროთ ღმერთს განახლებული სულით და არა დაძველებული ასოთი. მაშინ რა გავთქვათ? ნუ თუ ცოდვაა რჯული? არამც და არამც, ოღონდ სხვანაირად არ შემეცნია ცოდვა, თუ არა რჯულის მეშვეობით, რადგან ვერც გულის თქმას შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა, არ ისურვო. ხოლო ცოდვა მცნებიდან აიღო საბაბი და ჩემში წარმოქმნა ყოველგვარი სურვილი, რადგან ცოდვა რჯულის გარეშე მკვდარია. ხოლო მე, ოდესღაც რჯულის გარეშე ვცხოვრობდი და როცა მცნება მოვიდა, ცოდვა გაცოცხლდა. მე კი მოვკვდი და მცნება, რომელიც სასიცოცხლოდ იყო მოცემული, სასიკვდილო გამოდგა ჩემთვის, რადგან ცოდვამ მცნებისაგან აიღო საბაბი, მაცდუნა და მოკლა მისი მეშვეობით. ამრიგად რჯული წმინდაა, მცნებაც წმინდაა, მართალი და კეთილი. ნუ თუ სიკეთე სიკვდილად მეკცა, არამც და არამც, მაგრამ ცოდვა იმიტომ აღმოჩნდა ცოდვად, რომ კეთილი მეშვეობით, კეთილის მეშვეობით მოაქვს ჩემთვის სიკვდილი, რათა ცოდვა მეტისმეტად ცოდვილი გამختارიყო ცნების მეშვეობით. რადგან ვიცით, რომ ჯული სულიერია, მე კი ხორციელი, ცოდვისადმი მიყიდული. ახლა იწყება ის ნაწილი. ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი. იმიტომ რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ვეთანხმები რჯულს, რომ კეთილია იგი. მაშინ მე კი აღარ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება. ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი ჩემს სხეულში, არ მკვიდრობს კეთილი, ასე რომ სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება არა. ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში ცხოვრობს. ამრიგად პოულობა ამ რჯულს, კეთილის გაკეთება მსურს და ბოროტი მეტმასნება. რადგან შინაგანი კაცის მიხედვით ღვთის რჯულით ვხარობ, მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულს ხედავ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ. უბადრუკი ადამიანი ვარ, იქ რო თქვა, ჯონ მაკარტონმა სხვანაირად, ხო? სუსტიოდ, უბადრუკი ადამიანი ვარ. ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან? მადლობ ღმერთს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით. წერტილი. ამრიგად ჩემი გონებით ღვთის რჯულის მონა ვარ, ხოლო სხეულით ცოდვის რჯულის. აი ეს მთავრდება და მერვეც უნდა გააგრძელოთ, მერვე ძალიან საინტერესოა, ხო? მერვე თავი გაგრძელება ამისი და არ წყდება. მერვე თავიც გრძელდება. ამიტომ ახლა არავით არ მჟავრი არ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოში დადის, არა ხორციელად, არამედ სულიერად. რადგან სიცოცხლის სული რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან. ვინაიდან რა კი ვერ შეძლო ხორცის მეშვეობით დაუძლებელმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მჟავრი დასდო ცოდვას ხორცში. რათა ახსულდეს ჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც დავდივართ არა ხორციელად, არამედ სულიერად. ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან, სულიერზე. რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები სიცოცხლე და მშვიდობა. იმიტომ რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობა, ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის ჯულს და არ შეუძლია, ამიტომ მათ, რომლებიც ხორცში არიან, არ ძალუთ ასე ამონონ ღმერთს. ხოლო თქვენ ხორცში კი არა ხართ, არამედ სულში, თუ ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არ აქვს, ის მისი არ არის. და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის. ახლა აღარ გავაგრძელებ, თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ. და ჯონ მაკარტური ასე მიყვება ამ თემას. მომისმინეთ, მთელი ქრისტიანული ცხოვრება ეს მუდმივი საკუთარი თავის უარყოფის ცდელობაა. სიტყვასიტყვით იოანე ამბობს, რომ იესოს სიტყვები იყო საკუთარი თავის სიძულვილი. სიტყვასიტყვით გადაწყვეტილების მიღება, რომ არ გააკეთო ის, რაც შენს ხორცს სურს. ხორციელი ვნება, თვალების ვნება და ცხოვრებისეული სიამაყე. კიდევ ვიმეორებ ეს სამი
სატანის იარაღი, ხორციელი ვნება, თვალების ვნება და ცხოვრებისეული სიამაყე. ხო, სამივე გამოცდა ჩააბარა იესომ სატანამ, რომ აცდუნა უდაბნოში გახსოვთ. ასე რომ ქრისტიანობა რთულია იმის გამო, თუ ვინ ვართ. მაგრამ მეორე მხრივ, ქრისტიანული ცხოვრება ადვილია იმის გამო, რომ თუ ვინ არის ქრისტე. ეს უკვე ადვილი ნაწილია, მისი ნაწილი. ჩვენ აღარ გვჭირდება ჩვენი ხსნის შენარჩუნება, ჩვენ არ გვჭირდება სულიწმინდის ყოფნის შენარჩუნება. ის სამუდამოდ გვაძლევს თავის სულს. ესე იგი, უღელზე ახლა ლაპარაკი. ეს არის უღლის ნაწილი. სიმსუბუქე, ხო? ჩვენ არ გვჭირდება ჭეშმარიტების რაიმე სახის გაგება, ჭეშმარიტების დამოუკიდებლად ძიების. ის გვაძლევს მას თავისი სიტყვით. ხედავთ, იმიტომ სიტყვაში ამოცემული ჭეშმარიტება, ხო? ჩვენ არ უნდა ვიზრუნოთ, ფილოსოფიები წავიკითხოთ, თავი ვიჭყლიტოთ. იქ დევს უკვე. ასე რომ მარტივი ნაწილი უფლის ყოფნა, ქრისტეს სულის ყოფნა ჩვენში, წმინდა წერილის ჭეშმარიტება, ზეციდან მომდინარე კურთხევები, მან გასაზღვრა ჩვენი ცხოვრების გეგმა, ის ზრუნავს ჩვენზე, ის აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნილებას, ის მიგვიძღება მწვანე საძოვრებზე წყნარ წყლებში, გასვოთ ფსალმუნი, ხო? ისავსებს ჩვენ ცხოვრებას კურთხევით და შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ეს ადვილად მოედინება უფლის მოსიყვარული ხელიდან. ხოლო რთული ნაწილი არის ის, როდესაც საკუთარ თავს უარყოფთ, საჭიროების შემთხვევაში მზადავარ ჩვენი ცხოვრება გვერდზე გავწიოთ და ვიყოთ მორჩილები, რათა მას მივყვეთ და მივსდიოთ ფეხდაფეხ. ესე იგი, პირველი ნაწილი იყო ჯვრის, ტარების ნაწილი რთული და მეორე უღლის. ხო, როცა იესო თავის უღელსში გვთავაზობს და რომ გაწიოს თვითონ. ეს იყო პასუხი ამ კითხვაზე, შესანიშნავ კითხვაზე. მადლობა მოსმენისათვის.